მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ, თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიეთ, სოფო კუჭიავა და კახამიქიაშვილი უძღვებით დღევანდელ გადაცემას და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, დიდიღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრისთავსახური ირაკლი დუმბაძე დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა ყოთა დაგლოცე დიდი მადლობა ბრძანებისათვის, როგორც აღნიშნეთ თავში გუშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორ გამორჩეულ ქართულ წმინდას მოიხსენებდა კირიონ კათოლიკოსს და წმინდა ღირს მამა გიორგი მთაწმინდელს. სწორედ მის ღვაწლზე გიორგი მთაწმინდელის ღვაწლზე გვინდა ვისაუბროთ, რომელსაც მართლა განუზომელი ღვაწლი მოეწვა ჩვენი ეკლესიის წინაშე და რა თქმა უნდა ამ დამსახურების გამო სწორედ ის წმინდანად არის შერეცული. ძალიან თავიდან მით დავიწყებ, რომ ძალიან რთული არის, რომ დროის ამოკლე მონაკვეთში ბოლომდე ამოწმო თქვა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლი, იმიტომ რომ კვლევარები ჯერ კიდევ მისმა სულურმა შვილმა გიორგი ცელი თხრობა მიუძღვნა მას და შემორჩენილი არის მისი ცხოვრების აღწერა, ხო ძალიან დიდი და გარდა ამისა მკვლევარები დღემდე იკვლევენ მის ღვაწლს და ეს არის განუზომელი ღვაწლი და დროის ამოკლე მონაკვეთში ძალიან რთულია. უბრალოდ რამდენიმე ასპექტი შევეხოთ მისი მოღვაწეობისა. მართლა იმით დავიწყოთ, რომ ივანე საბანიძეს უწერია, რომ ქართულ ეკლესიას რა ახასიათებს ქართული ეკლესია ეს არის წმინდათა მშობელი ეკლესია. და მართლაც მადლობა ღმერთსადედა ჩვენმა ეკლესია გვიშვა ისეთი წმინდანები, რომლებიც სოფლიო მასშტაბის წმინდანები არიან და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ გიორგი მთაწმინდელი არის. და როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, გიორგი მთაწმინდელი არის გვირგვინი მოღვაწეობრივი საქმისა, რაც თქვა დაიწყო ივანე ათონელმა, შემდგომში ექვთიმე მთაწმინდელმა გააგრძელა და ბოლოში გიორგი მთაწმინდელმა ეს დააგვირგვინა. აი გვირგვინი დაადგა ამ დიდ საქმეს. და მის ცხოვრებაში ერთი პატარა ფრაზეც მომენტი არის, როდესაც ბერედახვეცილი გიორგი მთაწმინდელი ჩადის შავთაზე და სულიერ მოძღვარს ეძებს, მის ცხოვრებაში არის ეს და იპოვის იქ დაყუდებულ ბერს გიორგი დაყუდებულს. გიორგი დაავალებს მას, რომ უნდა წავიდეს და ათონისაზე და მან უნდა გააგრძელოს ეს მოღვაწეობა და გიორგი მთაწმინდელი ეუბნება, რომ შეუძლებელი არის ჩემთვის აი ამ ღვაწლის აღსრულება. იმიტომ რომ ექვთიმე მთაწმინდელის დონის წმინდანი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო და ექვთიმეს ცხოვრებაში ჩვენ ვიცით, როგორი სასწაული მოხდა, რომ როდესაც ენა დადუმებული მომაკვდავი ექვთიმე თავად ყველა წმინდა ღვთისმშობელმა განკურნა და საშინელება ის იყო, რომ ექვთიმეს დავიწყებული ქონდა ქართული ენა და ღვთისმშობლის ამ გამოცხადების შემდეგ როდესაც აი დედა ღვთისმშობელი ეცხადება ექვთიმე მთაწმინდელს, ესეთ რამეს ეუბნება, რომ ადექიო აღარაფერი აღარ აღჭირსო და ამის შემდეგ ქართულად თავისუფლად ილაპარაკებდა და ფაქტობრივად ის ენა, რომელი ენითაც ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა აი ეს თხზულებები არის ღვთისმშობლის ნაკურთხი ფაქტიურად. და ამიტომ ამბობს, რომ ჩემთვის შეუძლებელია რომ ღვაწლის აღსრულება, მაგრამ გიორგი დაყუდებული ესეც საოცარ ამას ეუბნება, რომ ის ვინც ექვთიმე მთაწმინდელს შეეწია, ის თავადვე შეგეწევა, იმიტომ რომ დიდად უყვარს ნათესავი ჩვენი, ანუ ყველა წმინდა ღვთისმშობელზე და საოცარი არის, რომ გიორგი მთაწმინდელის აი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული აი ღვაწლი, ასე თქვა, ეს არის თარგმნელობითი მოღვაწეობა. თუმცა თუ გადავხედოთ მის ცხოვრებას, აი დაბადებიდანვე სიწმინდეს ღვთისადმი შეწირული ადამიანი არის და მის ცხოვრებაში სასწაულებიც მრავლად ყოფილა. აი ჯერ კიდევ როდესაც მის ცხოვრებაში არის ესეთი ფაქტი, რომ 7 წლის გიორგი მთაწმინდელს მიიყვანენ ტოვებენ ტაძრის მონასტერში, ცნობილი წინაზღვარი იყო და მაშინ საბიანი. ამის შემდეგ ის საკუთარ მამას იაკობს მიყავს ხახულის მონასტერში და მისი ამ იაკობის ორი ძმა გამორჩეული პიროვნებები გიორგი წერალი და საბა ხახულელი მოღვაწეობენ ორივე წმინდანები არიან დღეს ჩვენი ეკლესიისა და აი ამ ხახულის მონასტერში ხდება ესეთი რაღაცა, რომ ერთხელ პატარა ამ გიორგის ყრმა გიორგის უნდა გადაელახა დინარი და ხედავს, რომ იქიდან ვიღაცა ჭაბუკი ეძახის, მოდი ჩემთან. როგორც ამ მისი ცხოვრების აღწერილი ამბობს, ის იყო თავად ბოროტისული, რომელსაც ამ ყრმის დაღუპვა სურდა, იმიტომ რომ ხედავდა მის იმ საქმეს, რასაც ის გააკეთებდა. და ხდება სასწაული, რომ ვიღაცა ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი გამოიცხადება აი ამ გიორგის აიყვანს, აი ცხენზე შეისვამს და ისე გადაიყვანს და როგორც შემდგომში ისე გიორგი მისი ცხოვრების აღწერილი ამბობს, რომ ეს იყო თავად წმინდა გიორგი, რომელმაც გადაარჩინა ეს ხმა, რომელსაც მისი დაღუპვა არ სურდა. აი ეს ამის შემდეგ ცნობილი არის, რომ ესეთი დიდებული პიროვნება ყავდა ჩვენ, რომელიც თრიალეთის მმართველი იყო, მის კარზე მოუწევს მას ცხოვრება რაღაცა პერიოდი და ამის შემდეგ გადადის კონსტანტინოპოლში და საოცრად ისწავლის ბერძნულ ენას. არა მარტო ბერძნულ ენას, იმ დროს
რაც კი თქვა გახელოვნებული ადამიანს ჭირდებოდა თქვა რომ განათლებული წოდებულიყო ყველანაირ ამ ხელოვნებას, ყველანაირ მეცნიერებას დაეწაფება და აი ამის შემდეგ ის უკვე შეუდგება ბერობის ყვას უკან დაბრუნებული საქართველოში ვერ დაღეკოცება ილარიონ თვალელის მიერ, მაგრამ მე და მე განერიდება აი ამ სოფლიურ დიდებას პატივს და მიდის აი როგორც უცხოობაში მიჯერ შამთავზე მე საბოლოო ჯამში 1040 წელს როგორც მისი მემატიანე გვეუბნება ის აღმოჩნდება უკვე ათონის წმინდა მთაზე და აი იქ იწყება მოკლედ მისი მოღვაწეობა ეს უბრალოდ ჩამონათვალიც კი ჩამონათვალიც კი რთული არის რა გვითარგმნა გირგით აწმინდებმა ჩვენ დღეს რომ ეს არ ქონოდა ჩვენ ეკლესია ფაქტობრივად არ იქნებოდა ის რაც რითაც ჩვენ შეგვიძლია სრულფასოვანი ეკლესია ვიწოდებოდეთ ეს არის დაწყებული თქვა ღვთისმსახურო წიგნები ეს არის ის რითაც ჩვენ ყოველდღურად ვსახურობთ პარაკლიტონი თვენი და ეს თვენი როგორ არის ნათარგმნი რომ აი თითოეული ლიტურგისტებმა იციან რომ თითოეული ტროპარი ისე არის ნათარგმნი რომ მარცვლები ერთმანეთს ესე თითოეული სტრიქონი რომელშიც რამდენიმე ტროპარი არის შესული ან ზლისპრის ვეძახი ჩვენ ყველა ტროპარი არის გაწყობილი ერთნაირად ანუ ერთი რო თქვა ორიგინალში როგორიც წერია ზუსტად ანალოგიურად არის გადმოტანილი ოღონდ ქართული ენის სისადავი სილამაზე არ დაურღვევია ანუ ფაქტიურად ეს არის თანაშემოქმედება ერთი როცა ადამიანი რაღაცას თარგმნის ჩვეულებრივად კალკულირებულად გამოიღო შრალად და მაგრამ როდესაც შენ შეგიძლია გადმოიღო ის რომ შენი ენის სტრუქტურა არ დაარღვიო და ესე მიაწოდო შენს ამ კითხვას ხო ეს არის ნიშანი იმისა რომ ესე იგი შენ ეს ენა ძალიან კარგად იცი და ფაქტობრივად თანაშემოქმედი ხარ შენ ეს გააკეთა გირგით აწმინდებმა გარდა ამის არის უამრავი რაც ჩვენ სახარებას ვკითხულობთ დღეს და აი რაც ჩვენთვის აი უმთავრესია ეს ყოველ წილვაზე რასაც ჩვენ ვკითხულობთ ეს არის გირგით აწმინდელის მიერ ნათარგმნის სახარება დავითნი და მოკლედ აი ამის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვას მოკლედ აი უბრალოდ კითხოს თუ დაინტერესებს შეუძლია რომ ის ცხოვრებაში ამოიკითხოს აი ძალიან ბევრი ფაქტი მაგრამ მე გირგით აწმინდელის ცხოვრება ბავშვობიდან მიყვარს რაღაცა რამდენიმე ეპიზოდიდან გამომდინარე კიდეც რომ ეს არის სადაც მე მიამაყება რომ აი გიამაყება რომ ქართველი რო ხარ რომ შენს ქართველობას ვიღაცა რო დაიცავს მოხდა ესეთი რაღაცა რომ ვიღაცა ბერს შავმთაზე უწირია შეუმოსავოთ მოკლედ წილვა ჩაუტარები და ამის გამო ქართველების მიერ ძალიან ცუდი დამოკიდებულება ქონიათ იქაურ ბერებს არადა იყო პერიოდი როდესაც აი შავმთაზე ძალიან ეს არის სირიის დღევანდელი სირიის ტერიტორია ძალიან ბევრი ქართველი მოღვაწეობდა და მოხდა ესე რომ როდესაც გიორგი თაწმინდელს მოუწევს ამ ანტიოქიის პატრიარქთან წარდგომა ანტიოქიის პატრიარქთან მას მოკლედ დაასვენო ეს არ ვიცით ეს ქართველები საიდან არიან და მოკლედ გაუშვათო ჩვენი მონასტრიდან და გიორგი თაწმინდელს თხოვე რომ დაი მოყევი ვინახართო შენ და გიორგი თაწმინდელი ისეთ საოცარ და ესე დასაცავ სიტყვას იტყვის ქართველობისას რომ ყოველას მოკლედ ესე გააუწევს მისი ჭერმეტყოლება ანუ აღსარებლობას იტყვის ქართულთა სარწმუნოებისას რომ ჩვენ რაც გვიცნია ჭეშმარიტი ღმერთი მის შემდეგ აი ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ გამდგომილვართ და ყოფილა როდესაც მოუყვას მაგალითს რომ როდესაც მთელს ბიზანტიის იმპერიაში ჭეშმარიტი სარწმუნოება დაიკარგა და ცნობილია ხო ხატმებრძოლობის ერესის დროს მთელი ეკლესია ფაქტობრივად განუდგა აი ქრისტეს ეკლესიის ამ სწორსწავლებას იონე გუთელი ეპისკოპოსმა რომ გუთელი არის ან ჩრდილოეთ ევროპა მიქიდან მოიარა მთელი ბიზანტიის იმპერია და საბოლოო ჯამში საქართველოში ჩამოვიდა და ცხედას შეეკუთხა ეპისკოპოსად და აი ფაქტობრივად ჩვენ ამითაც ვამაყობთ რომ აი ხატმებრძოლობის ერესის დროს როდესაც აი მოკლედ მთელი ეკლესია მთელი სამართლმადიდებლო ასე თქვა აი მერეს ხონდა მოცული საქართველოს ეს ერესი არ შეხებია გარდა ამის არის ესეთი კიდე მომენტი რომ როდესაც საქართველოს ეკლესიაზე მიდგება საქმე რომ მე კიდე ხელახლა აწვეთებენ მოკლედ აი ამ პატრიარქს რომ მიდი და მოიძიე მათ ავტოკეფალი არ ეკუთვნეს იმიტომ იყო პერიოდი როდესაც მირონი ჩვენ მოქნა ანტიოქიის ეკლესიიდან ხო ეპისკოპოსებს ჩვენ ეპისკოპოსებს ანტიოქიის ეკლესია გვიკურთხებოდა მაგრამ ვახტანგ გორგასლის შემდეგ მოხდა ისე რომ ჩვენი დამოუკიდებლობა მივიღეთ და გიორგი თაწმინდელს ეკითხებიან რომ თქვენ არ გეკუთვნით ეს ავტოკეფალი და ჩვენ უნდა გვემორჩილებოდეთ და ეს ცნობილი მოკლედ ფრაზაა მაშინ გიორგი თაწმინდელისას რომ მოიტანეთ აბა ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლა ანუ ცხოვრება და იქ ხო ხაზგასმით არის ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში იქადაგა საქართველოს შემოიტანა სარწმუნოება და თქვენ პეტრე მოციქულის მიერ განათლებული ხალხი ხართ ჩვენ კი ანდრია მოციქულის განათლებული ხალხი და წესი ესეთი არის რომ
ვინაიდან ანდრია პეტრე მოაქცია წოდებულს უნდა ემორჩილებოდეს. ანუ ჩვენ კი არ უნდა გემორჩილებოდეთ თქვენ, არა თქვენ უნდა გემორჩილებოდეთ ჩვენ და ისეთი საოცარი სიხალი ესე ხო და ეს იყო ეთქვა ირონიით ნათქვამი სიტყვა, რა თქმა უნდა დაგვემორჩილებს, მაგრამ ყველას ხმა დაუდმა მოკლედ გიორგი თაწმინდელის აი ამ სიტყვა. ერთი პატარა ფაქტი არის კიდე აღსანიშნავი გიორგი თაწმინდელის ცხოვრებაში. მოკლედ ძალიან დიდი წმინდანი არის, მაგრამ აი მაგიდის თქვი რომ ყველაფერს ვერ ამოვწუროთ. ბევრს არასწორად ესმის ხოლმე ერთი პატარა ფრაზა არის, პატარა მომენტი არის გიორგი თაწმინდელის ცხოვრებაში, როდესაც მას მოუწევს იმპერატორის კარზე წარდგომა, მეტყვი ვინაიდან წინაზღვარი იყო ათონის ივერთა მონასტრისა, მას უწევდა სულ აი ამ საქმეებზე მიმოსვლა. და ერთხელ რაღაც მონასტრის საჭიროებისადმი მოუწევს მას ბიზანტიის იმპერატორთან წარდგომა და ბიზანტიის იმპერატორი ერთხელ აი სტუმრები ყავს მოკლედ გრიგორიანული სარწმუნოების წარმომადგენლები და ლათინები. ანუ ლათინები იმ პერიოდში ესეთი ის დრო არის, როდესაც უკვე განხეთქილება მოხდარი 1054 წელს მოხდა განხეთქილება, ის ვიცით ჩვენ ეს დიდი განხეთქილება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როდესაც კათოლიკური ეს სარწმუნოება კათოლიკები განუდგნენ, ლათინები განუდგნენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას და 1066 წელს არის მოხდა ეს შეხვედრა, 12 წლის შემდეგ. და მოკლედ განხეთქილებების საბაბს მოკლედ კითხულობენ რა იყო განხეთქილებების საბაბი, ხო გარდა სწორის სწავლების დარღვევისა, რაც იყო თქვა ფილიოკვეს, ანუ ლათინებას წამში შეიტანეს დარღვევა, რომ სწავლება რომ სული წმინდა მამისაგან და ძისაგან გამოდის. აი დაძისაგან არის ლათინურად ფილიოკვენი ფილიოკვეს წარმოითქმის და აი ეს სწავლება და ამხინჯეს სწორ სწავლებას, მოკლედ ეს ფილიოკვე. და მაგრამ გარდა ამისა იყო უამრავი მიზეზი, რის გამოც თქვა და ბერძნები თქვა და ლათინებს ეკიშებებოდნენ, თქვა რომ ის თქვენ ხმიადით წირავთო, თქვენო შაბათს მარხულობთო, თქვენი უღლებიო წვერს არ უშვებენ, აი ყოფითი რაღაცეების და ამის გამო ეს კიდევ უფრო ამძიმებდა აი ამ სიტუაციას. მაგრამ მოხდა განხეთქილება, ხო და გიორგი თაწმინდას იმპერატორი ეკითხება, რომ აიო გაგვარკვიო, მე სამხედრო კაცი ვარ, იქნება გამარკვიო, რა განსხვავება არისო ჩვენსა და ლათინებს შორის, და ესეც რაღაცას ეუბნება, რომ რატო არის რომ ჩვენ თქვა საფუარიანი პურით წირავთო, ისინი ხმიადით წირავენ და გიორგი თაწმინდელი ისეთ რამეს ეუბნება, რომ ვინაიდან ჩვენს ეკლესიაშიო და ანუ აღმოსავლეთის ეკლესიებშიო მრავალი წვალება შემოვიდაო და დაწყებული მე-3 საუკუნიდან არიოზის ერისიდან, ხო? ძალიან ბევრი წვალებულობა შემოვიდა. ჩვენმა ეკლესიამ ტრადიციად მიიღო, რომ პურის ცომს რო ვიღებთო, აი ანუ პურს რო სეპისკროს რო ვაცხოთო, ამ სეპისკროში ჩვენ საფუარსაც უშვებითო, იმიტომ რომ ეს ცომი არის სახელმწიფო სიმბოლო ქრისტეს ხორცისაო, ეს საფუარი მისი სულისა და მარილის სახე გონებისაო. ანუ წვალებლობის გამო არის, რომ ჩვენ ეს რომ ქრისტეს სულის ადამიანური სულის გააჩნია, ადამიანური გონებაც გააჩნია და აი ამის ნიშნად რომ აი ამ სეპისკროში ეს ყველაფერი არის და ისინი კიდევ ლათინები კიდევ როგორც პეტრე მოციქულმა დაუწესა, ისე წირავენ. მაგრამ მე ესეც საოცარ სიტყვას ამატებს, რომ ჩვენ შორისო განყოფა არაფერი არ არის, თავარია სარწმუნოება მართალი იყოსო. ანუ თუ სარწმუნოება მართალი იქნება, ეს წეშულებითი მხარეები არის მეორე ხარისხოვანი. და მაშინ კიდე მე შემდეგ ეკითხებიან, რომ აი გრიგორიანულ სარწმუნოებაზე რა სიტყვი და ეს უკვე დიდი ხნის მომხდარი განხეთქილება არის, უკვე მე-6 საუკუნეში მოხდა ეს განხეთქილება, მის შემდეგ ეკლესიამ უამრავჯერ ეცადა, რომ ეს გრიგორიანელები მოექციათ აი მართალ სარწმუნოებაზე, მაგრამ არინებეს, ხო და მაშინ ესეთ რამეს ეუბნება გიორგი თაწმინდელი, რომ ბოროტ სარწმუნოებასო სარწმუნოების სახელიც კი ნოვედება. ანუ იმ პირველ შემთხვევაში არის ძალიან ფრთხილი, რომ ჯერ კიდე ახალი მომხდარია განხეთქილება და არის შეიძლება ფიქროს, რომ კიდე არის საშუალება, რომ იქნება თუ აი თუ წესჩოლებით ხარებს ჩვენ მეორე ხარის გადავიტანთ, ხო და თვალსაყურადღებას არ მივაქცევთ. ეს მთავარი მართალი სარწმუნოება თუ იქნება, ჩვენ შორის განხეთქილება აღარაფერი, გაყოფილება, ანუ განშორება არაფერი არ იქნება და აი ამ ფრაზით გიორგი თაწმინდელი ეთახება უდიდეს ცნობილ პატრიარქებს, რომლებიც აი იმ პერიოდში მოღვაწეობდნენ. ცნობილი არის ანტიოქიის პატრიარქის წერილია იმ პერიოდის ბიზანტიის კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი, რომ როდესაც მოკლედ ყველაფრიზე გამოჩყიყვა დაიწყეს, ესეთ რამეს ეუბნება ეს ანტიოქიის პატრიარქი, რომ ყველაფრისო მოთხოვნითო ყველაფერი არ დავკარგოთო. აი შენ ესეც თქვა მართალი სარწმუნოებას მოითხოვე, ისიც ეს წეშულები ხარების შენს ხარის გადმოსვლა მოიდომე, ყველაფრის მოკლედ მოთხოვნითო ყველაფერი არ დავკარგოთ. ფაქტობრივად აი გიორგი თაწმინდელი არის უდიდესი წმინდა მამების გვერდში დგას მისი ეს ამას აზროვნებით. და გარდა ამისა გიორგი თაწმინდელის ეს ღვაწლი კიდე არის ის, რომ განსაკუთრებით თაც მე ეს დიდებული პიროვნება მიყვარს, რომ ეს არის
ფიქრობ ცდილობდა რომ როგორმე უნდა გაგრძელებულიყო ეს ჯაჭვი იმ ქართველებისა რომელსაც ათონისთან უნდა შეენარჩუნებინა ან ივერთა მონასტერი და ცნობილი არის რომ იყავს 80 ქართველი პატარა ობოლი ჭაბუკი ათონისთაზე მაგრამ სწორედ აი ამ ბიზანტიის იმპერატორთან უნდა მოუწიოს კვლავ შეხვედრა რომ მათ უნდა შეავედროს აი ამ პატარების თავი და ხდება ესეთი რაღაცა რომ პეტრე პავლობას ესე იგი პეტრე პავლობის წინა დღე არის და ეუბნება თავის სულიშვილებს რომ თუ დღეს არ შევხვდებით იმპერატორს ხვალ უკვე არ ვიცი იქნება თუ შევხვდებით თუ არა ნუ წინასწარ იცის მისი გარდაცვალების დღე და მართლაც იმ დღეს შევხვდება იმპერატორს შეავედროს ამ პატარების თავს და მეორე დღეს პეტრე პავლობის დღეს იგი გარდაიცვალება და მოკლედ ის რო ფიქრობ თქვა და აი ამ წმინდანებს ხალ რაღაცნაირად მისი ცხოვრება ყველა შეუძლია თქვა სახში წაიკითხოს უბრალოდ ერთ რამეზე მინდა გავამახვილოთ ჩვენ დღევანდელ ქრისტიანობას რომ ჩვენ სულ წუწუნებთ ხოლმე ხო რა რაღაცა სულ დრო არ აქვს არაფრის აი არც ლოცვის არც ხშირად არც ეკლესიაში ვისვლისა სულ საქმეებში ვარ ჩაბრული და სულ ფიქრობ გამოვთ რომ არა ამ ეს საქმეები მე არ მაძლევს იმის უფლებას რომ თქვა რაღაცა გავაკეთო და აი ამ წმინდანის ცხოვრებას რომ წაიკითხავ და მიხვდები რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს რომ ქრისტეს ემსახუროს ნებისმიერი დრო ნებისმიერი თქვა ყველაფერი შეიძლება ისე მოათავსოს ადამიანს თავის ცხოვრებაში რომ ღმერთსაც ემსახუროს და სამშობლოსაც და ადამიანებსაც და გვეწეოდეს აი ამ დიდი წმინდანის მეოხება ღვთისმშობლის რომ ეს ცხოვრებისეული ჩვენი გასავლელი გზა ღირსულად გაგვეულოს ამინ დიდი მადლობა შეგახსენებთ წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხვალზე გვესაუბრებოდა ღვთელი ირაკლი დუმბაძე